შეკითხვა რატო ევროკავშირი მე ვთვლი რომ ეს შეკითხვა არ უნდა დასმულიყო იმიტომ რომ ისტორიულად გააკეთა ჩვენმა ხალხმა ეს არჩევანი ძველთაგანვე ეს იყო უპირობო არჩევანი თუ გინდა მეფე აიეტიდან დაწყებული გრიგოლ ხანძთელიდან რომალ თქვა შემდგომ ქართველი სამოციანელები ილია აკაკი ვაჟა ეს იყო ქართველი ერის თავისუფალი არჩევანი რაც შეეხება იმას როცა იძულებული ხდებოდა გადარჩენის მიზნით სხვა არჩევანი გაეკეთებინა ეს ფაქტურად არ იყო არჩევანი ეს იყო იძულება და გავგეკეთები ასეთი იძულებული არჩევანი იყო თუნდაც ერეკლეს მიერ გადადგმული ნაბიჯი რუსეთისკენ როცა სხვა გზა არ გაქვს და რატო ევროკავშირი მოდი რა ჩვენი განათლების სისტემით, კულტურით, ღირებულებებით, ფასეულობებით ქართველი კაცი ყოველთვის თვლიდა საკუთარ თავს ევროპელად. მე მაგალითად ის თაობა ვარ, რომელსაც საბჭოთა კავშირში მომიწია ბავშვობა, მაგრამ 9 აპრილის შემდგომ საერთოდ როცა გამოცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, უპირობოდ იდგა ეს საკითხი. საქართველო ევროკავშირი. საქართველო როგორც ევროკავშირის ნაწილი და ინტეგრაცია უნდა მოხდარიყო ევროპასთან. მე კიდევ ერთხელ მინდა რომ დავუბრუნდე ამას ეს არ ნიშნავს მაგალითად იმას რომ რომელიმე სხვა ერის მიმართ გაგაჩნდეს ანტიპათია. თუ ქართველი ერი თვლის იმას რომ გვინდა ჩვენ დემოკრატიული ღირებულებები, ფასეულობები, რომ ილიას სიტყვებით რომ თქვათ, რომ ჩვენი ფასეულობებით, ღირებულებებით შეუერთეთ მსოფლიო მოწინავე ქვეყნებს და ვიყოთ პროგრესიული კაცობრიობის ნაწილი, ну ასეთი არის ევროპა და მე მგონია ის საკითხი, რომ რუსეთი დამღრობელია და ვინც სხვანაირ აზრს იტყვის, მას ომი უნდა ეს საკითხი არ უნდა იდგეს საერთოდ, ასე არ უნდა დაისვას საერთოდ საქართველოში კითხვა და რა ვიცი ეს ისევე გარკვეული უნდა იყოს, როგორც 2x2 4-ია და მე ქართული ლიტერატურის მასწავლებლის პოზიციიდან ვიტყვი. ილიამ განათლება რუსეთში მიიღო, მაგრამ რო დაბრუნდა იქედან რუსისად შიშდომა აღარ სურდა, ევროპას სურდა. ფრანციელს ღიმილს ათქმევინა თავისი სათქმელი. მაგრამ როდესაც თუგინთ ქართველმა მწერლებმა მიხეილ ჯავახიშვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ და არ ვიცი რამდენიმე ნიკოლ ორთქიფანიძემ დიდმა კლასიკოსებმა განათლება ევროპაში მიიღეს მათ არ გაუკეთებიათ არჩევანი სხვა ქვეყანაზე გააკეთეს არჩევანი ევროპაზე და მოდი რომ წელს არჩევანი ყველაზე დიდი შინაგანი არჩევანი არის. წერალი არჩევანს აკეთებს არა პოლიტიკური რომელიმე პარტიის გამოხატულებით, ხაზით, არამედ არჩევანს აკეთებს იმის მიხედვით, რასაც ერის სული ითხოვს და რა ვიცი, ჩვენმა დიდმა სულიერმა მოძღვრებმა ეს არჩევანი გააკეთა. ეს არჩევანი გააკეთა ქართველმა ერმა, ქართველმა ინტელექტუალმა ინტელიგენციამ და მე ვთქვი რომ სხვა არჩევანი არ არსებობს.